გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით, რასაც უყურებთ, ეს არის კლასიკური შურისძიება ოლიგარქის ამ კონკრეტულ ადამიანზე, როდესაც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ზიანი მიაყენოს მისჯამრთელობას, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ზიანი მიაყენოს პატიმარ ადამიანს, რომელიც გამოკეტილი ყავს ციხეში. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ახლა იმ პირობებში, როდესაც არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ არსებობს და იუსტიციის სამინისტროც და სასჯელო ახსრულებაც არიან ჩვეულებრივად ქართული ოცნების დანაყოფები და ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებენ. ამ პირობებში გიორგის ჯანმრთელობას და მის უსაფრთხოებას ნამდვილად ემუქრება საფრთხე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყურადღების მიღმა არ დაგჩეს გიორგის ეს ყოველდღიური ყოფა საპატიმრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ სოლიდარობას და მხარდაჭერას ავუცხადებთ მას და მოუწოდებთ ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ყურადღება მიაქციონ ჩიკვაიძის საქმეს, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ბიძინა ივანიშვილის.